ჯავახიშვილს და ირაკლი მიმინოშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. აუცილებლად გავიმარჯვებ, აუცილებლად. აუცილებლად და დაიწყელო ღმერთსა ხოთბილად უგუებს რომელიც არ გვეცადო. შვილებს არ უნდა შეეხო, შვილი ერჩება და ისჩება. იმისი მახინჯი შვილები არიან შვილები და ჩემი განიზებული დანაშაულის. თბილისის საქალაქო სასამართლოში როპერის საქმეზე მოსამართლე მიხეილ ჭადრიშვილმა გადააკვალიფიცირა სინდის პატიმრების დანაშაული 226 წელს და 2 წლის გადაეცემა პატიმრობა ზუიად ცეცხლაძელის ოჯახის წევრები, დედები დანარჩენ თუთკირს კი 2 წლით მიუსაჯა პატიმრობა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თამარ ჭედლიშვილმა თურქულ ძალადობაში მონაწილე და ორგანიზებაში ბრალდებულ პირებს ბრალი გადაუყალიფიცირა. არიან საქალაქო სასამართლოს ეს ხარდამჭერები მათგანაცემად დომაზე შემოსვლა ვერ შეძლო. ასე რომ დააკაცენ დარბაზი იყოს სრულად სავსე. თავიდან ახლოს სინდის პატიმრის თონიკე გოშაძის დედას, ნიკა კაციას დედას ხედავთ ახლა კადრში. შემდგომ უკვე გადავიდა სარეზოლუციო ნაწილზე. დარბავე ვაკითხა რომ საფედერაციის სამართლის და მან ორგანიზებული უხდავდობისა და მას მონაწილეობის მუხლები 221-ზე პირველი და მეორე წელს და 221-ზე პირველი და მეორე არიან დილიდან ზვიად ცეცხლაძეოს ბრალდება სახელმწიფო ბრალდება თავდაპირველად და სულფურის ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ყოველ ისაფალი ევსტორნიკე გოშაძეს ნიკოლოზ ჯავახიშვილს ირაკლი მიმინოშვილს როგორც უკვე გითხარით ზვიად ცეცხლაძეს ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხარ კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით მიესაჯათ პატიმრობა, ხოლო ინსაფალიას გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილსა და თორნიკე გოშაძეს 2 წლით პატიმრობა განისაზღვრა. სამართლე თამარ ჭადრიშვილმა გამოიტარა დღეს განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში. მანამდე გაიმართა ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი, სადაც ჯვებენაჭყებია მოსამართლემ 8 წლით და 6 თვით მიუსაჯა ანტონ ჩეჩინის პატიმრობა. გაგახსენებთ, რომ ანტონ ჩეჩინს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვა ედავებოდა პროკურატურა. პატიმრობის ოჯახის წევრები არიან ახლა კადრში. შანსი ქონდა დღეს თამარ ჭედლიშვილს რომ ისტორიაში დარჩენილიყო შანსი. მაგი ჩვენზე ვარესტრში ამარის არენერგიულო ჩვენი ხილები უფრო კარგები და ძლიერები იქნებიან ვიდრე ფონდი. ირუღა არა ხო? არა ეს ემოცია აუცილებელი. არ შევშია. ჩვენ ძლიერები. მაგრამ ეს აუცილებელი იმედი. აი ამ კარგების მერე ის ახლა ყველა ტირი. ეს არის ჩემი ძლიერი მაგარი. რა იმასია პირით უსამართლობა პირით რომ ასე მონები ეს მონები. ხო არინა შენ ძლიერი უნდა არ მოჩიჩვილდე არ გაბება ერთმანეთს აუხნევებენ ახლა პატიმრობის ოჯახის ფოტოები. პატიმრობის ოჯახის წევრები, მათ შორის აქ არიან მშობლები, ოჯახის წევრები, რომელთა განაჩენებიც ჯერ ცნობილი არ არის, მათ შორის ნიკა კაციას დედას ხედავთ ახლა კადრში, რომელსაც 8 წლიდან 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ინკრება. მისი პროცესი ხვალ არის ჩანიშნული 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, ასევე 11 პირის სასამართლო პროცესიც ხვალ 3 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს დროშას შლის. აი ეს დროშა ისწრება ჩვენი
გამარჯვების სიმბოლო, რადგანაც თორნიკეს მიწებლებაში დროშა აღებული პოლიციელი დროშა წაიღეს სახლიდან, ჩემი სახლიდან, ჩემი საკუთარი დროშა, რომელსაც თან დავანტარებდი, სადაც მიდიოდი, გავდიოდი საზღვრიდან თუ არა. ის დროშა დღეს მიყიცებათ აქვს. მე დღეს დროშა წამოვიდე სახლიდან, რომ რომელიმე პარტიმარს მოვახოვნეს მის უწევით. თუ გინდათ ანტონ ჩეჩილი ყოფილიყო, მაგრამ არ გათენდა ეს დღე. იმედია ხვალ აციას მოვახვენ ამ დროშას უწევდე. იმედია უცილებლად. სამსე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ინსტიტუტის შემადგენლობით ოჯახის ისინი მხარს უჭერენ სინდისის პატიმრებს და მათ ოჯახებს. მონობა ადვილია. საქართველოს სიყვარული ყოფილა რთული. ამათთვის აი ამ შენობასაც დავანგრევ და იმ შენობასაც იქ რო დგას. გველები როზიან შენობაში. გველები. იძინა ივანიშვილის მონები. ყველაზე დიდი დამნაშავე ეს არის ირაკლი კობახიძე. რის გამოც ჩემშვილს და მათთან ერთად პატიმრებს პატიმრობა მიუსაჯეს და ეს არის ირაკლი კობახიძის დამსახურება და ყველაზე დიდ სარჩელს ყველაზე დიდს მიიღებს ირაკლი კობახიძე და ვიტყვი ირაკლი კობახიძე როცა დაიბადა იმ წუთიდან დაიწყევლა ის თუ არა ეყობა გარეგნულად დაწყევლილი დაიბადა და დაწყევლილი ირაკლი კობახიძე მამაშენი იყო რუსეთის მონა და გაგზავნა რუსეთის მონა ჩვენ ვიამაყებთ ჩვენი შვილები ძმები დედები რომ გავზარდეთ ერთი დანაშაული ჩამიდენია რომ გამიზრდია სამშობლოს სიყვარულისთვის თავდადებული შვილი და ამაყი ვარ მე კიდევ უფრო ბევრად ამაყი დღეს ისინი სიცილით შეეგებნენ განაჩენს ირაკლი კობახიძე ხალხში ვერც გამოდის ვერც ვერ ასწორებს გამარჯვეს გამოუშვება საქართველოს ზონა ბოლომდე ამათმა რა იციან რა არის საერთოდ საქართველოს სიყვარული იქ ვინც იციან არც ერთს არ გაუძლია საქართველოს სიყვარული ისინი მოგზანზარეულობენ დაწმუნებული 80 წელი და 9 აპრილის მონაწილე ხართ ჩემთან ერთად ამიტომ ჩვენ მოვუგეთ შევარდნაძეს და ჩვენ ვინ არის ბიძინა ივანიშვილის ლილიპუტი კაცი ესა ვინ არის რომ მაგას ვერ მოვუგოთ ომი მოვუგეთ აუცილებლად გაუძელი მალე დავამიქავეთ და უკანასკნება და აღარასოდეს მოვა ლევანი ჩვენ ახალგაზრდებმა შეიწყება ბრძოლა და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად არავით არის არჩევნებზე მისვლა ხალხო და არავით არის ომი უნდა მოიგონ ახალგაზრდებმა აუცილებლად მარტო ერთ რამეს გვყავს ყველა გაერთიანება ჩვენ აუცილებლად ჩვენზე გონიერი ხალხი ეს არცერთი არ არის პარლამენტში ვიდრე ისინი დაწერილებსაც ერთი თითოეულმა პარტიამ გაიმარჯვა და მათ არის პარტიზანატო ეს არის გამარჯვებული ბიჭების პროცესი ეს და გამარჯვებული მაის კობახიძის სიტყვას მენთახვა რომელიც მოუწოდებს აქ შეკრებულ მოქალაქეებს მათ ვინც ტელეეკრანებიდან უსწრებენ და უსმენენ მიმდინარე პროცესს ის საქალაქო სასამართლოში რომ არ მივიდნენ თვითმფრინავის არჩევნებზე ხმა არ მისცენ და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში ვინაიდან ეს იქნება თანამშრომლობა მართულ პარტიასთან მეტროებით დაგემშვიდობები თქვენ უყურებთ ნეტ გაზეთის ლაივს